დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. სულ რაღაც 2 წუთის წინ მოვისმინე გრძნეული ქალის შესახებ რა და მომეწონა. არ ვიცი რომელი ქალბატონი, ლამაზი ქალბატონი საუბრობდა გრძნეული დედაკაცის შესახებ. ესე იგი, რა ფენომენი ყოფილა ეს გრძნეული დედაკაცი და შავი მაგი. მამაკაცი შავი მაგი, დედაკაცი გრძნეული დედაკაცი. ესე იგი, რა ხდება აქ თურმე გრძნეულმა დედაკაცმა არ იცის, საიდან და როგორ აქვს ეს ინფორმაციები, მაგრამ მან თითქმის ყველა ინფორმაცია იცის. მაგალითად, ოთახში შემოსული პიროვნების შესახებ, მისი მიმიკა, გესტიკისგან გამომდინარე გამოტანილი ინფორმაციებით, არავინ არ იცის თურმე როგორ და რანაირად მისდის გრძნეულ დედაკაცს ეს ინფორმაციები, მაგრამ მან ეს ინფორმაციები უკვე თავისთავად იცის. ხო, და რატო მომეწონა ეს ამბავი, იცით? ბავშვობაში, ესე თინეიჯერობაში დავწერე ერთი ლექსი და დღესაც მახსოვს ესე იწყება რა. ოთახში შემოდის გრძნეული დედაკაცი. მე რაღაცებს აკეთებს იქ, არ ვიცი, მას ხელში უჭირავს ნემსი და ძაფი, ეგ მახსოვს. ის ლექსი მე არ მომეწონა და დავწვი, აი გადახარისხებას რო ვაკეთებდი და ეხლა ვფიქრობ ნეტა რატო დავწვი, შეიძლება ორიგინალი კიდე სადღაც მაქვს. მოკლედ ერთი სიტყვით რაღაცა ფურცელზე მქონდა დაწერილი. აი ეს გრძნეული დედაკაცი შემოდის, ხელში უჭირავს ნემსი და ძაფი, უყურებ გცივაო თუ რაღაცა ესეთები მაქვს აწერი, უყურებ გშივაო თუ უყურებ გიფხრობს რაღაცა შიში, მერე მოდის რაღაცა ეს გრძნეული დედაკაცი რაღაცებს აკეთებს იქ და მერე უცბად აცნობიერებ, რომ შენ ხარ ეს გრძნეული დედაკაცი რა. ამ ლექსის მიხედვით ესე იყო და ეხლა მივხვდი, რომ ვაფშე სად გამირტყავს რა და სავარაუდოდ გრძნეული დედაკაცის არქეტიპი ესე რომ ფეხქვეშ რო გვაქვს გაგებული და შუა საუკუნეებში რო წვავდნენ ძირითადად გრძნეულ დედაკაცებს ალქაჯებად მოიხსენიებდნენ, ეს იგივე საკითხია, როგორც აი ეხლა დღეს ყველა ნორმალურს და ვისაც ინფორმაციები მოსდის და გახსნილი აქვს, გიჟს უწოდებენ რა, ეგეთი დაახლოებით დღეს აღარ წვავენ, მაგრამ რაღაც სხვადასხვა ქვეყნებში კიდევაც წვავენ და კიდევაც თავს აჭრიან, კიდევაც აღსჩობენ, მაგრამ საქართველოში ეხლა რა და ეხლა რატომ მომეწონა ეს საკითხი? აი მაგალითად, აი უყურეთ, ამ ტაჭკით ჩამომქონდა ზემოდან აი ეს შეშები რა და ვალაგებდი და ვფიქრობდი, რომ ჩვენ აი საერთოდ ჩვენი ოჯახი არის ესეთი რა, რომ შეგვიძლია ვთქვათ დავიქირავოთ დამხმარეც, მუშაც, დამლაგებელიც, მზარეულიც, ეს ბავშვების ძიძაც, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მყავდა პირველ ორ შვილზე ძიძა, ისიც რამდენიმე თვე რა, ისიც ახლო პირები აქვს. და მაშინ გავაცნობიერე, რომ როდესაც აი 2 თვის მერე მარტო რჩებოდი ბავშვებთან რა, ან სახლში, იმდენად გაზარმაცებული ვიყავი, ყველაფრის გაკეთება მეზარებოდა რა და მივხვდი, რომ ეს კონცეფტი არის ძალიან ცუდი. ანუ ძალიან ცუდი, რომ შენს მოვალეობას კი აი თვისებებს გართმევს, უნარებს გართმევს, როცა მანამდე შემეძლო სახლის დამელაგებინა, ყველაფერი გამეკეთებინა სახში, ბავშვებისთვისაც მომიარა და უცბად აი ამ მდგომარეობამ, რომ 2-3 თვე მყავდა ძიძა, ისე გამაზარმაცა, რომ საერთოდ არაფრის გაკეთება აღარ მინდოდა სახში რა და ახლიდან მომიწია ჩემი თავის ისევ გადაპროგრამება, რომ უნდა გააკეთო, თორე რა, ახლა დაჯდები და რას გააკეთებ? უყურებ როგორ უვლის ძიძა შენს ბავშვებს, ან როგორ აკეთებს შენს ეზოში სხვა საქმეს? და მე მივხვდი ესეთ რამეს, რომ ეს ვალდებულება ჩვენ როგორც მოვედით, არ არის ის, რომ ვიღაცა დავიქირავოთ. მივხვდეთ იმისა, რომ შეიძლება ან არ შეგეძლოს, ან შეგეძლოს, ხო, ამის გადახდა. ანუ ძირითადი აზრი როდესაც ამ დედამიწაზე ჩამოდიხარ, არის ის, რომ გაიგო რისთვის მოხვედი, ხო? და საბოლოოდ ეხლა მე და ჩემი მეუღლის ძირითადად ერთი და იგივე აზრები გვაქვს, იმიტომ რომ აი უკვე 9 წელი ვართ ერთად და არც ერთ აზრში განსხვავებული არ ყოფილვართ.
მხოლოდ ერთადერთ აზრში ვართ განსხვავებული, არ უყვარსო სარკეში ვიხედები და მე კიდე ძალიან მიყვარდა სარკეში ყურება. ნუ მოკლედ ეგ მაგაში ვართ განსხვავებული. დანარჩენში ძირითადად თითქმის ვემთხოვით ერთმანეთსა და ეხლა რა ხდება, იცი? საქმე იმაშია, რომ აი რა არის საქმე. ეხლა ვფიქრობდი, აი სანამ ტაჭკით შეშები დაბლა ჩამომქონდა, ვფიქრობდი იმას, რომ რა მომწონს. ანუ ხო შემიძლია ვთქვა 10 მუშა ავიყვანო და უცბად, აი ერთ წელში გავაკეთებინო ის საქმე, რაც მე შემიძლია, აი ხა ჩვენი ორი ადამიანის დახმარებით შეიძლება რამდენიმე წელში გავაკეთოთ, ხო? აი ხო შემიძლია, აი ნამდვილად შემიძლია რა, შემიძლია 10 მუშა დავიქირაო და 10 მუშას ერთ თვეში გავაკეთებინო ის საქმე, რასაც ჩვენ ერთ წელში ან 2 წელში ან 3 წელში ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ აზრი ეგ არის? ანუ ბედნიერი ვიქნები მე მაგით? კი, ვეკითხები რა ჩემ თავს, რომ და მე დავაკვირდი ჩემს წარსულს, რომ აი რას ვაკეთებ, ძირითადად როგორ მოქმედებ. აი მაგალითად იმ ეკლესიას ერთი წელია უკვე რაც ინტენსიურად დავიწყეთ, ჩემი ინტენსიურობა როგორია, იცი, რომ აი როცა ამინდები გვიწყობს ხელს, როცა გაზაფხულია, ჩვენ ავდივართ მაღლა და რამდენიმე ადამიანი, საუკეთესო ადამიანი გავიცანი ამასობაში, ვინც შემომიერთ და ამ ეკლესიის გარემონტებაში რა, აი თავიდან სულ მარტო ვიყავი და მარტო ვაკეთებდი და ერთი წელი მარტო ვიყავი, ყოველდღიურად ავდიოდი. მერე ჩემი მეუღლე შემომიერთა, მერე შემოგვიერთდნენ საუკეთესო ადამიანებიც. ლაშა მაგალითად, ლაშას გარდა კიდე ქალებიც შემოგვიერთდნენ, რომლებიც როგორც შეძლებს და გვარად ისე გვეხმარებოდნენ, ხო? მაგალითად არის ერთ-ერთი, რომელიც ეხლა იმდენად კონტაქტი აღარ მაქვს, მაგრამ ხშირად ამოდიოდა და მეხმარებოდა. და აზრი იყო რა, იცი, რომ ჩვენ ამასობაში ერთმანეთი გავიცანით. ჩვენ ამასობაში ერთმანეთს დავუახლოვდით. ჩვენ გავიცანით როგორ იცი? აი მარტო Facebook-ით კი არა. წარმოიდგინეთ, ლაშა ჩამოდის ქუთაისიდან, როდესაც გავაცხადებ ხოლმე, რომ აი ეკლესიაზე მივდივართ, დავიწყოთ ამ შაბათ-კვირას კიდე ვაკეთებთ რა. ადამიანი მოდის ქუთაისიდან და ვეუბნები, რომ ლაშა იცი რა ცოტა გატეხილში ვარ შენთან, იმიტომ რომ აი რაღაც უხერხულობაში გამომდის რა, რომ მე ვაცხადებ და შენ ჩამოდიხარ ამხელა გზიდან და ერთი დღე რჩები და ზოგი კარავში იძინებს, ზოგი მანქანაში, მოკლედ საინტერესო მოქმედებაა და ადამიანი მეუბნება ისე რომ იცი რა, მე სიამოვნებას მგვრის, აი მე ეს ამუშაო, რასაც ვაკეთებ, სიამოვნებით ვაკეთებ და მე ეს მჭირდება, ვთქვათ, ხო, ადამიანს სულიერად ჭირდება ესეთი საქმიანობა. ჩვენ იქ რამდენი ინფორმაცია გავხსენით საღამოს ცეცხლთან. ეს არის ის, რაც აი ადამიანს აახლოვებს და მე თანდათან ესე რო იზრდება ეს მუხტი, ხო, ერთნაირები რო იკრიბებიან, ამას იცი რას უწოდებენ ხოლმე? იცით რას უწოდებენ ხოლმე? სექტას. და როდესაც ეს პოზიტიური ჯგუფი ერთმანეთ რაღაცა სიკეთეს აკეთებს, აი არავის არ ავნებს მართლა, მხოლოდ აკეთებს უპირობოდ გასცემს, ხო? ასეთ ადამიანებს უწოდებენ ხოლმე სექტას. დაჯგუფება, სექტა და ასე ანგრევენ მეგობრებო იმ ელშადაის მსგავსად, რომელ ღმერთმაც ჩამოვიდა და რო ნახა, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და აგებდნენ იმ კოშკს, რომლითაც ღმერთამდე უნდათ მისულიყვნენ, დაუშალა ტიპმა და აცი ესენი ყველაფერს მიაღწევენო, ერთ ენაზე საუბრობენო და ტიპმა დაშალა და ვინსად გაფანტა და ვინ. აი ესეთ ადამიანს ებრძვის ელშადაი. ეგ არის დემონი, დაცემული ანგელოზი, რომელიც თავისთვის ღმერთს უწოდებს. და იცით თქვენ სხვადასხვა როდესაც ეს დემონი მიმებრძოდა, რომ ეს ხალხი შემეკრიბა, ერთად გაგვეკეთებინა, აი მინდოდა რომ ასურეთის ძირითადად ასურეთის მოსახლეობას ერთმანეთი გაეცნო. რა ასურეთი, რის ასურეთი, შენ გიჟი ხომ არ ხარო, ღმერთმა მითხრა რა. აბა შეხედე, რომელი ასურეთელი დაგიდგება მხარშიო რა. ერთადერთი ასურეთელი, ვინც დაგვიდგა მხარში, ეს იყო ჩვენი აი მეზობელი, რომელიც ერთი დღე ამოვიდა და რაღაცა ქვა დაგვადებინა და დაგვამონტაჟებინა და ასურეთელი, რომელიც გვაწუდის ხოლმე იმას, რა ქვია, ქვიშას, აი ეს რაც აქვს სამშენებლო მასალების მაღაზია აქვს და უფასოდ გვაძლევს ხოლმე ყველაფერს, რაც დაგჭირდება აქამდე ქვიშა მაგალითად. ხო?
ადამიანებმა ეხლა აი მაგალითად წიგნი რო გამოვეცი ზუსტად მაგისთვის რომ მე ვთქვი ხალხი კი არ იყიდის ამ წიგნს შემოწირავს და ამ ეკლესიას მოვახმარ ისინი ვინც ამ წიგნისთვის მაგალითად ზოგმა 20 ლარი გადაიხადა ზოგმა 5 ლარი ზოგმა 3 ლარი ზოგმა 200 ლარიც კი აი წარმოიდგინეთ რომ ეს ადამიანები არიან რომლებიც დგანან ზოგი ფიზიკურად ზოგი მატერიალურად გესმის და ეს ერთი ჯგუფია და ასეთ ჯგუფს უწოდებს ელ-შადაის კატეგორია საზოგადოების აი მართლმადიდებლებს რო უწოდებენ თავისთავს რა და არაფერი ერთი ქვაზე რო არ დაუდვიათ 5 მილიონიანი ჯიპებით რო დადიან და ერთი ქვა რო არ დაუდვიათ ერთი ძველი ეკლესიის ან გასარემონტებლად ან გასაკეთებლად და ეგ არევალებაო სინოდის უწმინდესი სინოდის წარმომადგენლობასო საპატრიარქოს ეგ არევალებაო ერთმა ბერმა მითხრა და ამასობაში აბა ვისევალება მეთქი ეკლესიების გაკეთება ვისევალება თუ ეკლესიების გაკეთება საპატრიარქოს არევალება ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა არევალება ბავშვების ყურადღება არევალება აბა რა ევალება მეთქი საპატრიარქოს მარტო ჭამა და ჯმაა და ნუ კაი გავანებოთ ახლა მაგას თავი ამ ეკლესიაზე ჯერ მამაჩემა რო დაიწყო და ეხლა ჩვენ რო ვაგრძელებთ აშკარად მივხვდი რომ მუშაობა არის როგორი სიჩქარეზე კი არ არის სწრაფად მორჩეთ პროცესია სწავლა პროცესი და სწორედ აი ამ პროცესში რომ ხალხი შეიკრიბება და ერთ ჯგუფად იქცევა ხოლმე და აი მართლა ერთი გუნდია რომ სისხლით ხორცამდე რომ გავიცნობთ ერთმანეთს თუნდაც იმ ხელის ტკივილში მაგალითად ქვა რო დაეცემა ხელზე ან ფეხზე ან იქ ქვის ასაზიდად იქ რო ჩავალთ ხევში და ლამაზქვებს რომ მოვძებნით ან აი იცით რა არის მუშაობაში ადამიანი ერთმანეთს იცნობს და უახლოვდება სულიერად უახლოვდება ერთმანეთს ის არ არსებობს ის ადამიანი რომ მასში კიდე ეჭვიეპარებოდეს ეს აგენტია ან ეს ის არის იმის მოსყიდულია ან ეს ცუდია ან ეს თავისივე დადებითი და მინუსები და პლუსებით იღებს ადამიანი როდესაც ერთად მუშაობს ეს იყო თამარ მეფის ძირითადი მუხტი როგორ გააძლიერა და გააბწყინა საქართველოს ასევე რა ერთად აყენებდა მთელ ჯარს და ერთად ამუშავებდა ერთი ეკლესიის აშენებაში მთელი ჯარი იღებდა მონაწილეობას და ხო გეუბნებით ხელიდან ხელში გადაქონდა თქვა და აი ესე ხევიდან ახონდათ მთებზე იმხელა კილომეტრებით ჯარი იდგა ხოლმე რა მაგრამ აი ასეთ ხალხს რატომღაც მოახერხა თამარმა რომ ელ-შადაის გაუმკლავდა რა ვერ დააშლევინა ელ-შადაიმ თამარს ეს ერთი მუხტი იმიტომ იგებდნენ ყველა ომს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველას ერთმანეთთან სიახლოვე ქონდა ამ ჯარს და სად არის ეს ჯარი მითხარით? გაფანტულია აქეთ, იქეთ სადღაცა, ზოგი იქ ცხოვრობს, ზოგი ეზარება ჩამოსვლა, ზოგს წელით ტკივა, ზოგს რამდენს უთქვეს რომ მინდა ჩამოსვლა და ხან წელით ტკივა, ხან ფეხით ტკივა, ხან თავით ტკივა, ხან ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ჯანმრთელობა რატო არ გიწყობთ იცი ხელს? იმიტომ რომ არ ხართ იმ სულიერი საკითხებით დაკავებული, რომლითაც უნდა იყოთ დაკავებული და იმ მოშხამული შეწამლული საჭმლის ჭამით ხართ დაკავებული და მოწამლული მოშხამული მედიის ყურებით. იმიტომ არ ხართ სული დამძიმდა თქვენი რომ ასეთ საქმეებს რო უნდა აკეთებდეთ, ხო, ბუნებასთან ახლოს იყოთ. თქვენ აკეთებთ რა ზიხართ უყურებთ მედიას, რომელიც სულმა გამუდმებით ტყუილში გამყოფებთ და ჭამთ მოწამლულ საჭმელს და ბუნებასთან დაახლოება აღარ შეგიძლიათ, რომ ან ზოგი ვერ დადის, ზოგს გულის ტკივა, ზოგს დიაბეტი აქვს, ზოგს ის აქვს და ვერ განიკურნებით. მე იცი რამდენი დაავადება მქონდა? აქ რო ვიყავი, წელის ტკივილი მქონდა, ჩავარდნილი ვიყავი ლოგინად, აღარ მინდოდა ადგომა. მართლა გეუბნები და როდესაც მე საქმიანობა დავიწყე, გამოვჯამრთელდი. ეხლა ადგომა კი არა, აგერ მთებს გადავდგა თუ გინდა, აი ამ ჩემს სახლში აგერ დავათრე კაცივით იმეებს, რა ქვია, მძიმე რაღაცეებს და სულაც არაფერი არ მადარდებს, არ მანაყლებს. იმიტომ რომ გამოვჯამრთელდი. მივხვდი რა არის მნიშვნელოვანი. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავჯდეთ იქ თბილისში და წიგნის ჭიებივით მარტო წიგნებში ვიყოთ. ეგეც გავაკეთე და ეგეც ვიცი, ეგეც შემიძლია. მაგრამ ეს რო არ შემიძლია და ეს რო არ გამიკეთებია, ეხლა ეს უნდა გავაკეთო, გესმით? ხო და რას უწოდებენ ეგეთ ადამიანებს, მეთქი რა გითხარით? აგერ ამდენის გინდა Facebook-ში მართლმადიდებლის სახელით, ქრისტიანის სახელით სექტას უწოდებს ეგეთ ჯგუფს, არღვევს, არბევს და ჭორებს
უთესავს რა, უფრქვევს, ჭორებს, რომ აი ეს და ის და ის. ჯერ მარტო რომ დავდიოდი იქ ძალიან უკვირდათ აქ ხალხს ღამის დაბინდებიდან, დილიდან დაბინდებამდე რომ მარტო მუშაობდი იქ და არ გეშინიაო, გლების არ გეშინიაო, უი გველების არ გეშინიაო. ბიჭო, მე თუ გლების და გველების შემეშინია, მითხარი, მაშინ ქართველობა რაში გამოიხატება, ჩემი ქართველობა. მე როგორც ქართველ ქალს ესე, ხო? ბიჭო, ხმალი ეჭირავთ ხოლმე ქალებს და აგერ თამარის ამბავი თუ იცით, ის თამარი სხვა იყო, არა თამარ მეფე, აუ როგორ დამავიწყდა, თამარ კაცები რომ შიშით იჯვავდნენ და სახში იმალებოდნენ, ქალმა აიღო და ლეკების წინააღმდეგ გაილაშქრა, ვისაც მერე შეუერთდნენ კაცები. ქალმა გააკეთეს და ჩვენი ქართველი ქალების სულისკვეთება არ არის ის, რომ დავჭდეთ და უი, ჩვენ წელი გტკივა და ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ქალისა კაცების საქმეს ვერ გავაკეთებთ. კაციც იყო და ქალიც იყო ქართველი ქალი, როდესაც დასჭირდებოდა ხოლმე სამშობლოს. სამშობლოს კი არა, ეხლა, ხო? თავისი სახლის გულისთვის ვერაფერს ვერ აკეთებენ, აი ესე დადიან, ესეთი შილაკებით და დაზიებული ტუჩებით და ტრაკებით და ჯეჯუებით. სხვანაირად, აი, იცი რა არის, შეიძლება ძალიან ძველმოდური გეგონოთ რა, აი, ძველმოდური მეც მქონდა ერთ დროს შილაკები და მეც მეკეთა რა, აი, როდის იცი, გერმანიაში რო ვიყავი და აქ რო ჩამოვიდი და ჯერ ქვის ხანაში რო იყო საქართველო რა და საერთოდ შილაკი არ გაიგო რა იყო. აი, მაგ დროს მქონდა მე შილაკები და მივხვდი რა დებილობა და ბანძობაა. მაგრამ აგერ 10 წელი გავიდა მაგის დედავატირე და საქართველოში ქალთა წარმომადგენლობა ვერ მიხვდა, რომ შილაკები არ არის ძალიან მაგარი რამე რა. ძალიან მაგარი რამე არის ის, რომ შენი სამშობლო არის ძლიერი რა, რომ სხვაგან არ გიწევს წასვლა და მონობა, სხვის სახლის დალაგება და სხვის ტრაკის წმენდა, მაგის დედავატირე რა. აი ეს არის ძლიერი საქართველო და კარგი და ძლიერი ხელები ეგ არის და არა შილაკიანი ხელები იქ რომ მიხვალ და გააკეთებინებ შილაკს და აი ისი რომ გიჭირავს მე ვიდეოებში ხელი. არ არის ეგ საქმე რა. მაგრამ მაგას მე მივხვდი, მაგრამ როდის მიხვდება ეს კაცობრიობა, მე ველოდები მაგ დროს. როდის მიხვდება კაცობრიობა, რომ შენი სიძლიერე არის შენს ქვეყანაში, როცა მონაკი არ ხარ, როცა შენს ქვეყანაში შენ გეთქმის სიტყვა, არსად არ მიდიხარ დასამონებლად და არც არავის იმონებ. აი ეს არის ქვეყანა, ეს არის სიძლიერე, ეს არის საქართველოს და ეს არის ქართული სულისკვეთებაც. ეს ქრისტიანულიც არის. და არა ის დღეს რომ 9 მილიონიანი ჯიპებით დადიან მღვდლები და მე რომ მივდივარ მეუფესთან და ვეუბნები რომ მე თქვი იმ ეკლესიის გაკეთება მინდა და ამას გავაკეთე, თუ ფული გააკეთე, რატომაც არა, ესე რომ ეტყვის მეუფე. და მეორე მეუფის იმაში რომ მივალ კელიაში კი არა და მონასტერში რომ მივალ და იქ რომ ეთქვენ საპატრიარქო არ არის ვალდებული რომ დაგვეხმაროს ეკლესიების მშენებლობაში. არა დედა მოწყნულებო, ის ხალხია ვალდებული საზღვარგარეთ რო არიან წასული სამონებლად და იმის გამოგზავნილი ფულებით გაკეთებული ეკლესია არის ვალდებულობა, ხო? თქვენი დედა მოტყან სულ ყველასი დღეს ბოლო დღე არის გინების რომ შემიძლია ვიგინო რა. ვინც მაგათ ამართლებთ და ვინც მაგათ ტრაქს უწმენთ, რომ ეს ნორმალურია და ქრისტიანულია და ხალხი, რომელიც მართლა მონობაშია, საზღვარგარეთ წასული, წლებია ოჯახები ყავთ დატოვებული, იმათი გამოგზავნილი ფულებით, რომ აქ ეკლესიებს აშენებენ და შესაწირებს რო დგანან. ყოველ ნაბიჯში თბილისში გავლა აღარ მინდა. ყოველ ორ ნაბიჯში მღვდელი ზის და მათხოვრობს, მაგის დედავატირე. რა გაქვთ სამათხოვრო? ქრისტე გეუბნებათ, რომ არ გაიწოდო ხელიო და შენ ზიხარ და ამ მღვდლებს იქ იუსტიციის სახლში ზის ერთი მღვდელი, ესე ზარი უჭირავს ხელში და ყურადღება რომ იქციოს ხალხის, გააწკრიალებს ხოლმე ამ ზარს და იგუდებს შესაწირები და რაღაც საშინელება დაიწყო. აი დაემსგავსეთ იაღობელებიც კი გჯობიან უკვე რა. ეს მართლმადიდებლობა გადაიქცა სამათხოვრო რელიგიად და ბოსების რელიგიად გადაიქცა. ბიჭო, ბოსები ვით დადიან ეს მეუფეები. პატრიარქს გახედე რას გავს. ესე უჭირავს ხელი და ბოსის ტანსაცმლით დადის.
მანქანაზე ხო საუბარი არ მაქვს და ხალხი რო გადმოვა ეს ბოსი და ხალხი რო ხელებს უკოცნის და იმას ბიჭო ბავშვების დასალოცი რა აქვს აქეთ იღებს ბავშვებისგან ენერგიას ეგ საცოდავი ადამიანი მე და ყოველწურეთი რა კარგეთი დაიწყო პატრიარქობა რა პატრიარქობა ბავშვებს ელოლიავება და ბავშვებისგან ენერგიებს იპარავს ბიჭო როგორც მისი წინამძღვარი იყო ისე თვითონ გააგზელა ეხლა რა უარესები ვართ მადლობა ბლოკებით აშენებენ იაფი დაჯდებაო ხო როცა ქვებს მიაქვს საქართველოს და ქვებით რატო აშენებდნენ ეკლესიას თუ იცით რა იმიტომ რომ ქვას ენერგია აქვს და ბლოკს რა ენერგია აქვს მაგის დავატირე მონების ხელით გაკეთებულია ეგ ბლოკი ან რაღაცა მექანიზმით არანაირი ენერგია ბლოკს არ აქვს ეკლესიაში რო შედიხარ ენერგია ხო უნდა მიიღო იმ ქვას რომ ენერგია აქვს და გაწმენდილ ქვას რო ამოიტან, წყლით გაწმენდილ ქვას რო ამოიტან ხევიდან მაგას აქვს ენერგია, ამიტომ აშენებდნენ ეგეთ ადგილებზე ეკლესიებს და არა სადღაცა თბილისში რამდენი ეკლესია იყო თბილისში, ისიც რიყის ქვებით იყო აშენებული. არანაირი სულიერება რო აღარ იგზნობა, შედიხარ და ფულის კაპონი რო ნერვებზე გიშლის. ეს არის თქვენი მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა? არანაირი სულიერებაში განათლება არ აქვს. მაგას მირჩევნია გრძნეული დედაკაცების გვერდით ვიყო, რომელიც ხვდებიან, შენ შემოგხედავენ და უკვე იციან რა სულის პატრონი ხარ რა. და შავმაგების გვერდით ვიყო, რომლებმაც ის მაინც იციან, როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო. თქვენ კიდე მარიონეტებით დამდგარხართ მარიონეტებით და თქვენ რა, აი ის მეუფეები და ისინი, ვინც მარიონეტები არიან და რუსების კგბ-ს წარმომადგენლები არიან, პირჯურის გადაწერა რო არისიან ნორმალურად, აი ის კიდე ის ხალხი, რომელსაც ესეთი პროპაგანდა აქვს შექმნილი და დიდი რეკლამა უკეთდებათ, რომ აი უწმინდესები და უნეტარესები ეგენი ყოფილან. თურმე და უწმინდესი და უნეტარესი ადამიანი ჩვეულებრივად ბუნებასთან ახლოს რო არის, მაგათ დასცინიან, სოფლელებს უწოდებენ, ბიჭო. თქვენ, ვაი საქართველო, თქვენ ხართ ქართველები? მე აქ ქართველს ვერ ხედავ მე. საქართველო კი ქვია, მაგრამ ქართველი აღარ ცხოვრობს აქ. სად არის ქართველი, მაჩვენეთ ქართველი. გაივლი ახალგაზრდა ბიჭები ნარკოტიკზე დამოკიდებული და წამალზე დამოკიდებული ისე რომ ტრაქს ვეღარ ანძრევენ და ხელებს ვეღარ ანძრევენ. სადა აქვთ მაგათ მუსკულები ხალხო? მაგათ ერთი ქვის აწევა არ შეუძლიათ. რა უნდა მოსთხოვო მაგათ? სად უნდა დაიბარო და სად უნდა დაასაქმო? ვერსად. ერთადერთი რაც შეუძლიათ ისიც მაგათი ბრალი არ არის სახელმწიფომ შეუქმნა ეგ დამოკიდებულება რომ ნარკოტიკზე ზიან და წამალზე ზიან. ყველა ხალხო, ყველა. სოფელში ბიჭი ვერ ვნახე რომ არ იყოს ეგეთი. ასურეთში ბიჭი ვერ ვნახე რომ ეგეთი არ იყოს. და ვინც არ არის ეგეთი, ის იმდენად დაკავებულია თავისი ეზოს საქმეებით და თავისი მოსავლის საქმეებით, რომ იმას უბრალოდ ვერ შევაწუხებ. მე მცხვენია რომ იმას უთხრა რომ წამოდი დამეხმარე. მაგრამ უსაქმურები როდგანან ამათ როგორ ვუთხრა, ხო ხედავ რომ არაფრის უნარი არ აქვს იმათ ერთი ქვიშა რო აიტანონ, ერთი მეშოკი ქვიშა რო აიტანონ, იქ მაღლა უკვე სული გასძვრებათ. მე რატო ყვირი ვარ და რატო ვიგინები? ჩემ გინებას რო იგებთ. მე იმდენ რამე კარგ რაღაცას ვლაპარაკობ, იმას რატო არ იგებთ ხოლმე? თუ ჩემი გინება ყურში გესობათ, ან გულში გესობათ, მითხარით რა, ის სიმართლეები 1000 სიმართლიდან ერთს რო შევიგინები, აი ეს ერთი გინება რატო გაფრთხობთ, გამაგებინეთ რა? არა მაქვს უფლება რომ შევიგინო და კიდევ თავს ვიკავებ მეთქი ისეთი საქართველოს დამხვდა მე მართლა გინდა გერმანიაში ჩამოსვლიდან და გინდა ამ დედამიწაზე ჩამოსვლის დროს რომ საგინებელი კი არა აი მართლა გიჟი უნდა იყო ადამიანი რომ ამას გაუძლო რა საქართველოს სადა გვაქვს ხალხო სადა გვაქვს საქართველოს მიწებს იმიტომ რომ ოქრო გააქვთ აქედან ნახეთ რას დაამსგავსეთ ტყეები მთები მოჭრეს ხალხო და რა ხდება საქართველოში ამას რომ თუნდაც თამარი რო უყურებს ამას ხო წარმოგიდგენიათ რა ჭკუაზე უნდა იყოს რა
და თქვენ როგორ შეგიძლიათ რომ პირი მოგიტრიალდეთ და მე გამლანძღოთ როგორ მე ვინ ვარ საერთოდ არავინ არ ვარ გარდა ერთი მოქალაქე ჩვეულებრივი გლეხის გოგო ვარ ხო არა ვარ მე თავადის გოგო მიუხედავად იმისა რომ ბაგრატიონი ვარ არა ვარ მე თავადის გოგო მიწერია ჩემი წინაპრები წერიან როგორც გლეხები ისე დიახ გლეხი ბაგრატიონები ვართ ჩვენ და როგორ შეგიძლიათ მე შემოგიტრიალდეთ ენა და მე მომთხოვოთ რომ შენ რატო იგინები მე ვიგინები კარგი აი შენი წინამძღვარი დავანებოთ იმ არა ადამიანებს ვინც პარლამენტში არის იმ არა ადამიანებს დავანებოთ ის ვინც სულიერებაში ვითომ მაღალ საფეხურზე დგას მეუფეები და პატრიარქებს რომ უნდა მოკითხოთ თქვენ თავიანთი საქმეზე რომ უნდა ამხილოთ და მიანიშნოთ რა აქვს საკეთებელი იმას რომ ვერ ახერხებთ ზუსტად ჩემნაირებზე ამოგაქვთ მე ეს ბოხმა და მე აქეთ მწყევლი თქვენ გიტრიალდებათ ყველა ეგ წყევლა უკან და ჩემი თეთრი თმების გეშინიათ მაგის დეტავატირო ჩემი გამომხედვის გეშინიათ რისიც უნდა გეშინოთ იმის რატო არ გეშინიათ აი ამ ერთი ადამიანის რატო გეშინიათ და რატო არ გეშინიათ იმის რომ ქვეყანა იქცევა ადამიანები ბავს აგერ უკვე ხედავთ პოლიციამ რა გაუკეთა ჩვეულებრივად გამვლელს ბიჭო სამსახურში მიდიოდა კაცი იმის არ გეშინიათ რომ თქვენ შვილები გეზრდებათ თქვენ შვილებს რომ აიღებენ და სცემენ ისე რომ არც გეტყვით თქვენი შვილი რა მოხდა და ვერც გაიგებთ საერთოდ ცხოვრებაში რა მოხდა იმას რომ დააშინებენ და უკანალში რომ ცოცხებს კი არა ბოთლებს შეურჭობენ ხო თქვენი შვილების არ გეშინიათ თქვენი შვილების გაზრდის რისთვის აჩენთ შვილებს მაგის რისიც უნდა გეშინოდეთ ვის უნდა მოკითხოთ კარგი პარლამენტარის ვერ მოკითხოთ მღვდლები და მეუფეები რას მიკეთებენ მაგის დედავატირე როცა საქართველოს უჭირდა მღვდელიც მეუფეც და ბერიც საქართველოს იცავდა რას აკეთებენ ეხლა გარდა იმისა რომ ეკლესიებს აშენებენ რომელიც თავზე საყრელი გვაქვს უკვე აი ეს ეკლესიები რომელიც დანგრეულია ძველი ეკლესიები რომელიც უნდა აშენდეს ის ძველი არქეოლოგია რომელიც ჩვენი წინაპრების ჩვენი მეფეების ჩვენი მეფეებს თავი გაანებენ იმ ხალხის ნაშენებია შენი ბებიის და ბაბუის წინაპრის ნაშენებია იმას რო ფეხზე იყიდებენ და ბლოკებით აშენებულ ეკლესიაში რომ შეგიყვანენ და ცხვირს განთხევინებენ მე იმ შესაწირზე ხო აი იმის თუ არ გეშინია შენ რა დღეშიც ახლა შენ ხარ ხო და ჩემი გეშინია ვაი საქართველო კი არა ვაი დედამიწა ღირსია მაშინ როგორც ამონებენ ამ დედამიწის მაცხოვრებლებს და ღირსები ხართ ყველაფერში თუ თქვენ ჩვენაირ ადამიანებს ვინც მართლა ბუნებასთან შერწყმულად ადამიანების მორალურად მოპყრობით ისე როგორც ღმერთს სურს ისე აკეთებს საქმეს ამათ თუ სექტას უძახით და იმათ ვინც მართლა დედასპიცა ვარ ყოველთვის მქონდა ეს პროტესტი რომ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ჩამოვდიოდი საქართველოში და ხედავდი მხოლოდ ერთ რამეს დადიოდნენ უმაგრესი მანქანით ჯიპებით ეს მღვდლები შავი ხალხი და ხალხი მათხოვრობდა ხელი ქონდა გაწვილი როგორ შეიძლება მე თქვი ეს ყოველთვის აპროტესტებდი ყოველთვის და მე მეუბნებოდი და მაგათ თავიანთი საქმე აქვს საკეთებელი და ეგრე არ არის რა ბიჭო ერთი ადამიანი ვარ და იცი რამდენი რამის გაკეთება შემიძლია რომ გამოვასწორო სულიერებაში მარტო მხოლოდ რა მარტო ჩემი თავით რომ დავიწყო კარგი 9 მილიონი ხო არიან ეგენი მაგის დედავატირე 9 მილიონი არიან არ შეუძლიათ რომ ყოველდღე ეგენი ქადაგებენ არ შეუძლიათ რომ ღვთისნიერად იქადაგონ არ შეუძლიათ რომ თავისი მრევლი დააყენონ და კვირაში ერთხელ მაინც იმ ჯოჯოხეთური დგომის მაგივრად გაიყვანონ ბუნებაში და გაასუფთავებინონ ეს ძველი ეკლესიები იმხელა ენერგეტიკას იღებ მოგაქვს იქიდან დადებითი ემოცია განტვირთვის ემოცია შხამებისგან განიწმინდები თუნდაც იმიტომ რომ იქ მარტო ჰაერია კარგი ადგენენ და ეს ავტობუსები ორგანიზებას რო უკეთებენ ხოლმე მარტო იქ შესაძლებლების მისატანად ხალხს რო უძახიან რაღაცა ეკლესია რო შერდება გაიყვანონ ორგანიზებულად ეს ავტობუსები დაიქირავონ გაიყვანონ ეს თავისი მრევლი და ის 2 საათი იქ წირვალოცას ვის იახვეს რო ულოცავენ
ბუნებაში ხალხი დაასაქმონ. არ შეუძლიათ? რატო არ შეუძლიათ? უნაროები არიან, ფული მაგათ არ აქვთ, მანქანები მაგათ არ ყავთ, თუ ავტობუსები მაგათ არ ყავთ. თუ ვინმე უფლებას არ მისცემს. თუ ღმერთი გაუწყრებათ. გამაგებინეთ, რატო არ შეიძლება რომ ესეთი რაღაცა გააკეთონ? სულ ცოტა ერთ წელში მაგათმა რომ ყოველი თავისი მრევლი დაასაქმონ გასუფთავებითა და აღდგენით, დედასპიცა ვარ ერთ წელიწადში საქართველოს თუ 60-ით არ გადაიქცეს. მართლა გეუბნებით რა, ამას სერიოზულად გეუბნებით. ერთ წელიწადში საქართველოს გადაიქცევა 60-ით. რატო იცით? ადამიანები გაიგებენ თავის დანიშნულებას. ადამიანები ბუნებასთან დაახლოვდებიან. ბუნება ღმერთის შექმნილია და ღმერთთან დაახლოვდებიან ამასობაში. და იცით რა, შრომაში რო არ იცის ადამიან, შრომა აკეთილშობილებს, ხალხო, მარტო აკეთილშობილებს კი არა, აჯანმრთელებს. აი ეს დავრდომილი ხალხი რო ვეღარ დადის, რო მოიკუზა, ამ სისქეები გახდნენ, თავის ტანს ვეღარ დაატარებენ, იმ სისქეები გახდნენ ამ სიდებილის ჭამაში, ხალხო, არც მოგშივდება შენ რო ბუნებაში ხარ, არ გშია. მე რომ მთელი დღე სახლიდან გამოდივარ ხოლმე და ბუნებაში დავდივარ, ისე გადის დღე რომ ჭამა არ მახსენდება, ხალხო, არ გშია. ბუნება იმდენად ჰაერი, იმდენად გაძლევს ყველაფერს. მარტო ბუნება გაძლევს, ის სიხშირები გაძლევს იმდენ რამეს, რომ შენ საერთოდ საჭმელზე არ ფიქრობ, ხალხო. თუნდაც ის საჭმელი წაიღონ 2 საათით მეთქი რა, 2 საათი ხოდ გახარ წირვაზე, თუ 3 საათი. მხოლოდ ეს 2 ან 3 საათი რომ იყო შენ, გაიყვანო ავტობუსით ხალხი ბუნებაში, აგერ კაბენის მონასტერი ორმა ბერმა გაასუფთავა. 4 წელიწადში. წარმოგიდგენია 40 კაცი რო დადგება და იქ თავის საქმეს იპოვის. დედასპიცა ვარ თუ არ იპოვოს, ყველამ თავის საქმეს იპოვის, გამოიღონ ის აგურები, ქვები ჩამონგრეული რო არის, ერთ ადგილას დადონ. ერთი ქვა რო აიღო, აქედან იქ გადახვიდე, თუნდაც 5 საათი მოუნდე, მაინც უკვე დასაწყისია განკურნების და რას აკეთებთ მღვდლებო, რას აკეთებთ ხალხო, რას აკეთებთ მართლა, ჭამთ და ჯვავთ მარტო. დააბრუნეთ ეს ხალხი, თავის ბუნებასთან დააბრუნეთ ეს ხალხი. განიკურნებიან, სულ არ დასჭირდებათ ექიმები. საერთოდ ექიმი არ ვიცი რა არის. ექიმთან რომ მივედი, მარტო ავადმყოფობები მიპოვა. აგერ ვარ ექიმის გარეშე და ავადმყოფობები არ ვიცი რა არის. ვაიგნორებ მაგ ავადმყოფებს, სულ მკიდია. ავადმყოფობას არ ქმნავს ექიმი, თორე აბა ბუნებაში გადი, საერთოდ არ იცის ბუნება ავადმყოფობა რა არის. იმან იცის მარტო რომ აი აქ ვარ და აი აქ ვარ შენთან. შო ნუგეშია და შენ როცა ექიმთან რა ნუგეში ბიჭო, იქ ჯერ სანამ ფულს არ გადაიხდი და სანამ 1000 ანალიზ არ გააკეთებენ, სულ არაფერში არ სჭირდებათ ეს ანალიზები, სანამ ფულს არ ამოიღებენ შენიდან და ამას შინაგანი ხო გრძნობს რომ გატყუებენ, გწურავენ, იმენა გიქცევიან როგორც ფულის მჭრელი აპარატი, ისე გექცევიან და ცუდად ხდება შენი სული. ექიმი ვერ გშველის, ვერა ბუნება გშველის, რომელიც გეუბნება არაფერი არ გჭირს, კარგად ხარ, აგერ მე შენთან ვარ. მაგრამ ვინ გაძლევს მაგის დროს, რომ წახვიდე, არც ბერი არ გაძლევს მაგის დროს. ბერს სჭირდები, ეკლესიას სჭირდები მხოლოდ მონად რომ იდგე იქ და დებილივით ესე არ გესმოდეს არაფერი, იდგე და დებილივით იდგე 2 საათი და თავი მერე კარგი გეგონოს, უი წირვაზე ვიდექი და ვეზიარე. რას ეზიარე ბიჭო, რა დებილი ხარ, მაგას უამბობ. რას ეზიარე, რას? ტანჯვას ეზიარე? მაგას გთხოვს ჩვენ ქრისტე რომ ტანჯვას ეზიარეთო და 2 საათი ესე დებილივით იდეკით, რას ვლაპარაკობ ვერ გაიგოთო და მაინც იდექითო? არ გთხოვს მაგას ქრისტე, ბუნებაში დადიოდა და ბუნებაში ელაპარაკებოდა ხალხს. ქრისტე ხალხო, დაემსგავსეთ ქრისტეს მეთქი. რას აკეთებთ მღვდლებო? რას აკეთებთ მეთქი, გეკითხებით რა? ფულს ფულის საკეთებელი თუ გინდათ წადით ბიჭო, ბიზნესები გააკეთეთ. რას ქრისტეს რატო ეტორღიალებით? გაანებეთ ვაფშე ქრისტეს თავი. ნუ ამბობთ თქვენზე ქრისტიანი ვარო. არა ხართ თქვენ ქრისტიანები, ვინც თქვენ ეკლესიაში გახართ და მხოლოდ ფულის მოჭრაზე ფიქრობთ. იმაზე კი არა რომ ამდენი 40-60 კაცი რო გიდგათ და ყველა ავადმყოფი რო გიდგათ, იმის განკურნებაზე იზრუნოთ. არა. არც სულიერ განკურნებაზე და არც ხორციელ განკურნებაზე თქვენ არ ფიქრობთ. აქეთ დარბი ხართ თქვენს ექიმებსა თუ რა ვიცი სად.
ნარკოტიკებსაც კარგად იღებთ, ხო? რომ აი ამ ჯოჯოხეთს რაც მოაწყვეთ, თქვენვე მოაწყვეთ, გაექცეთ. ნარკოტიკი აბა რისთვის გჭირდებათ? გასაქცევად, ხო? თქვენვე მოაწყვეთ ჯოჯოხეთი, ბიჭო, შეგიძლია რომ გააკეთო და 6-4-ით გადააქციო, არც ის ნარკოტიკი დაგჭირდება და არც ამ სამყაროდან გაქცევა დაგჭირდება. გეუბნები ისიამოვნებ ამ ჯოჯოხეთში და სატან ჯუელში ჩამოსვლას ისიამოვნებ, იმიტომ რომ ეს სატან ჯუელი გადააქციე ღმერთად. არ შეგიძლია? თუ შენ არ შეგიძლია ჩვენნაირ ადამიანებს მაინც თავი გაანებე და სექტას ნუ უწოდებ რა მაგის დედავატირე რა ნუ გშურს მიბაძე და გააკეთე შენს ნუ გშურს არავინ არაფერს არ გართმევს წარმოიდგინე რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს არაფერს არ დაგიკარგავს რაც გაგიკეთებია და თუ არ გაგიკეთებია დაიწყე რაღაც ელოდები ხო, კი, წვალებლები არიან, თავის თავსაც იწვალებენ და სხვებსაც აწვალებენ. ნუ თუ ვერ მიხვდნენ იმას, რაშია საქმე. თუ ვერ მიხვდნენ იმას, რაშია საქმე, აგერ რო ვეუბნები, რატო ამას არ ისმენენ, თუ ეთაკილებათ, რომ აი თამარის ნათქვამზე ვიაროთ. ეთაკილებათ? თამარის ნათქვამზე რა შუაშია, ხალხო? ღმერთი გვეუბნება ამას, თვით ქრისტე. და ქრისტეს ნათქვამზე თუ სიარული არ გინდათ, აბა რა ჩემი ფეხები გინდათ მაგის დედავატირე. ეს გამოთქმაც არ არის ტყუილი რა ჩემი ფეხები გინდათო. აი ხლა რაღაცა დებილი ბანძი ის რო დადგეს საქართველოს რუკით ხალი რო დაუყენეს წინ რაღაც ტუჩებ დაბერილი რაღაც აი სუფთა დღევანდელი ქალები რო აისახებიან მაგ წერვა ქალი რო დაუყენეს აი თუ დააკვირდით მაგას ფეხები მოაჭრეს. ხო ფეხები მოაჭრეს აბა დაუკვირდით ფეხები არა აქვს მაგ ქალს. და რატო არ აქვს მაგას ფეხები რა ვერ გამოძერცა იმ მძერწველმა? არა, ჩემი ფეხები გინდათო ეს ტყუილი გამოთქმა არ არის, მაგაში დევს დიდი ფილოსოფია რო იცოდეთ რა. ხო და მოკლედ რა ვიცი, აი ემოციურად თუ არა, აბა ისე ჩვეულებრივად ესაკითხი როგორ უნდა ვილაპარაკო, მე უბრალოდ არ ვიცი რა. თუ ემოცია არ დაგანახეთ, ხო, ემოციური საუბრის ეშინია დღეს ხალხს. ყველა არის უკვე გეუბნებით რა ზომბირებული, აი ესე დადიან სამჩექვიჩი, აი ესე. ვერც იცინიან. ზომბირებულები ვით, აი ესეთი ტუჩები აქვთ. დაბერილი ტუჩები და აი ზუსტად იმ ძეგლივით რაც დაგვიდგეს იმ ქალებს გვანან წერვა ქალები რა კაცებზე აღარ მაქვს საუბარი ისინი უკვე აგერ ნარკოტიკში რა ვიცი ლპებიან ნარკოტიკში გინდა ნარკოტიკში და გინდა იმ წამალში რომელ წამალზეც დასვეს მთელი პროგრამის ხალხი რა უნდა გააკეთო ესეც ქვეყანაში მითხარი რუსები აგერ ჩემ სოფელში რუსები აშენებენ მთელი ქართველები მონებად დაისაქმეს რუსები ხალხო რუსები აი აქ ჩემ სოფელში რუსებმა ააშენეს მთელი დიდი სოფელი სადაც მოყავთ უცხოეთიდან ხალხი და აგერ ისევ ქართველები დაიყენეს მონებად რატო უნდა იყოს ესე როცა ქართველის არის ეს მიწა ქართველის მიწაზე ქართველი მონად რატო უნდა მუშაობდეს და რუსი რატო უნდა იმუშა ფულს რატო უნდა ღუნავდეს გამაგებინეთ რა ხდება ხალხო გამაგებინეთ ამას უემოციოთ როგორ შეიძლება შეხვდე ამას და უემოციოთ როგორ შეიძლება გადმოსცე ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ემოცია არის მნიშვნელოვანი ემოცია ღმერთის შექმნილია და ემოციაში დევს ემოცია გესმის აი ლაზარესენით რა ლაპარაკობ იმას ვერ იგებთ ამასაც ვერ იგებთ ეხლა დღესაც ვილაპარაკე თუ ამ ემოციამ დაგბლოკად ამ ემოციურმა საუბარმა დაგბლოკად თუ იმ ერთმა შეგინებამ დაგბლოკად რომელიც აი ამ 1 საათის განმავლობაში შევიგინე და 1 მილიონი სიტყვა რო ვთქვი ამ 1 მილიონი სიტყვიდან 1 გინება გბლოკავთ რა გბლოკავთ ხალხო გამაგებინეთ ის მაინც გავიგო რა გბლოკავთ
ჩემი გარეგნობის გეშინიათ, ბუნებრივად გამოვიყურები, როგორც ღმერთმა შემქმნა, ისეთი ვარ, მაგის დედავატირე. ღმერთს მოთხოვო, რატო შემქმენი ესეთი თქო? თუ რა არ მოგწონთ, ღვთისმკვლელობა ვარ. როგორიც ღმერთმა შექმნა, ისეთი ვარ. ეს არ მოგწონთ? ჩემი ემოცია არ მოგწონთ? ეს სიტყვები, რაც მე გითხარით, ის არ მოგწონთ? აბა, მაშინ რა მოგწონთ? ტყუილები მოგწონთ? ტყუილებით გაგჭყიპოთ? და გითხრათ, რომ რა კარგია ცხოვრება, ქართველები კარგად ვართ, მაგის დედავატირე, მილიცია ჩვენს ქართველებს უკვე იმდენად სცემს, რომ აგერ ტვინის შერყევაა კაც მიღებული და ან გადარშება და ან არა, და ორა მაგარია. ეს მოგწონთ? არ ვიცი, თუ ეგ მოგწონთ, მაშინ ვეთქვი, აუ, რა მაგარია ჩემი დედა, რა ლამაზია, აი, ახლა ნახე რა მაგარია ეს მამაკა, აუ, დილით რო გამოვალ, ყავას დავვლევ, ჩიტების შიკ-შიკი მესმის, იცი რა მაგარია ცხოვრება? ესე გელაპარაკოთ? თუ ესე გელაპარაკოთ, შილაკები გავიკეთო და თმები რა ვიცი რა პრიჩოსკეზე აღარ დავიყენე და გით იცი როგორ რაღაცებში გელაპარაკოთ, სულიერება რა არის და თქვენ რომ მოხვალ ჩემთან განგკურნავთ, იქ გადაგახდევინებთ მართალია 600 ლარს, მაგრამ განგკურნავთ, გაგწმინდავთ ენერგეტიკებისგან და ესა თუ ის თერაპეტები რა ვიცი სოკოებით ამოვიდნენ და ეს არის ეგრე გელაპარაკოთ, მოდით ჩემთან განგკურნოთ. 600 ლარით განგკურნოთ ყველანი. ხო, გიყვართ ტყუილები, როგორც ჩანს ტყუილებში გაზრდილი საზოგადოება ვართ. დედა რო გეუბნებოდა წავალ და მალე მოვალო და რო არ მოდიოდა ერთი კვირა, ან საერთოდ არ მოდიოდა, აი ესეთ საზოგადოებასთან მაქვს ახლა მე საკითხი და მაგათ რა თქმა უნდა ტყუილები დედისგან მიღებული რაც აქვთ პროგრამა, იმაში ზიან და ტყუილები მოსწონთ. რაც არ უნდა იცოდნენ რომ სიმართ ეს ტყუილია და საშინელი ტყუილია, მაინც მოსწონთ ეგეთი რაღაცეების მოსმენა, იმიტომ რომ დედამ ასე ასწავლა. შემოკარგებო, ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს არის იმ სისტემის ბრალი, რომელ სისტემამაც თქვენს მშობლებს ასწავლა, რომ ბავშვები გაზარდეთ ტყუილში. აი ეგ არის რა. ეგ არის, მეტი არაფერი. წარმოვიდგინე, აი ერთი წამით წარმოვიდგინე, აი სანამ ტაჭკით ჩამომქონდა შეშარო, აი რა კარგი იქნება, მეთქი რა არის კარგი, კარგი არის რომ აი ყველა ადამიანი შევიკრიბოთ, ერთმანეთს გავუგოთ, აი როგორც გავუგოთ რა, ეხლა მე ისიც წარმოვიდგინე, ყველას თავისი წყვილი ყავს, ყველა თავის საქმეს აკეთებს და უცბად ბამ და მე მოდი და აბა მოდი უხსენი მართლმადიდებულ სამყაროს, რომ შენ სექტა არ ახარ. და შობამ და ეგრევე დამარტყა ტვინში, რომ აი ამიტომ თურმე არ ხდება ეს საქართველო კი არა, საერთოდ დედამიწაზე ერთობა ვერ ხდება მაგის გამო, რომ ეგრევე მიგაწერენ სექტა და ის რაღაცა ჭორებს აუცილებლად მოგიდებენ. ეგრე იყო აქ გერმანიიდან რომ ჩამოვიდნენ ეს გერმანელები ამ სოფელში, ხო? ეგრე იდგნენ ერთად. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და აი ეს ჩემი სახლიც, ვინც ააშენა, ოჯახი რო შეიქმნებოდა, მთელი სოფელი უშენებდა იმას სახლს. უსასყიდლოდ ხალხო, $600 და $5,000 კი არა, უსასყიდლოდ უშენებდა ერთმანეთს სახლს. რა გააკეთა სტალინმა? ადგა, მოვიდა, დაარბია ყველა, გაყარა, ფეხზე დაიკიდა ბავშვები, აგერ მამალის მემოწმემა, ბავშვები, ქალები, მოხუცები და მერე სტალინს წმინდანიაო უწოდებდა. ბიჭო, იცი რა მაგარი ცხოვრება ქონდა დაწყობილი ამ ერთ საუკუნეში ამ ხალხს. ერთად იდგნენ მაგის დედავატირე. ელექტროსადგური ააშენეს, არაჰიდრო, ბუნებრივი რა აღარ ააშენეს, სახლები ხო ააშენეს, 64 იყო ამ სოფელში, რომ ადამიანი შემოდიოდა, ამბობდა სად მოვხვდი 64-ში ვარო და მოვიდა ჯოჯო და დაარბია ერთ ღამეში.
ეს ხალხი დაარბია ხალხო ესეთ ხალხს და სექტა უწოდა იმ ხალხს და საშიში ხალხი უწოდა ამ დედა მოტყნულებმა სულ ყველამ ვინც მთავარი ხალხი იყო სტალინიანა და სტალინის ცხოვრებას გაეცან სტალინის ცხოვრებას გავეცნო კი არა მაგ ჯოჯომ თავის სულს მიხედოს მაგას ამდენი ხალხი რო ყავთ ჩაჭერილი და მათი სულებით იკვებება რატო უნდა გავეცნო სტალინის ცხოვრებას ვინ ჩემი ფეხი იყო ეგ ბიჭო არ მითხრათ ეხლა რომ რამე სიკეთე გაუკეთებია იქიდან ბაბუა ჩემი ციხეში დაიჭირა მაგარი არ უნდა და აქ ჩამოსვლა იქ მირჩევნია სადაც გავიზარდეო და ციხეში დაიჭირა არ აიტანოს ხმა იქო და რაჭიდან აქ ჩამოასახლა ხალხი ამ ერთ საცოდავ სოფელში საიდანაც ხალხი გაყარა რომელსაც სჭირდებოდა თვითონ ეს ადგილი რატო გააკეთეს ეს ვინ იყო წმინდანი ბიჭო ის წმინდანი იყო ვინც ამას აკეთებს მაგისი ცხოვრების დედაც მოუწყა და მაგისი წინაპრებისაც და მაგისი მომავლისაც კიდე ვინ არიან ეგ ჯოჯოები ვინც ესეთ ხალხს კი არ დააფასებს დაარბევს და დახვრიტავს სტალინი არა პეტრე და არ მითხრათ ეხლა რომ სტალინმა არ გააკეთაო ზუსტად სტალინის ბრძანება იყო გაცემული რომ აი აქ ჩამოვიდით და 6 საათში უნდა დატოვონ სოფელი სუმკიდია ყველაფერი ვინ რა როგორ მოკლედ კარგით რა დავაით დაახვიეთ სტალინისტებმა აქედან რა ჩემი გვერდიდან საერთოდ უნდა გინახავთ ვინც სტალინს აღმერთებთ მაგის დედავატირე რა ვეფხისტყაოსანი თარგმნა სტალინა რა მაგარი მწიგნობარი ყოფილა ვეფხისტყაოსანი თარგმნა რა ჩემ ფეხებად მინდა რომ ვეფხისტყაოსანი თარგმნა როცა აქ ჩაიჯვა როცა კაცკლა და საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ეს ხალხი თავის ცხოვრებას თვითონ უვლიდა და თვითონ აკეთებდა და ყველაფერი ჩამოაყალიბა მთელი სოფელია ერთ საუკუნეში მთელი სოფელი გააშენა ყველაფერი აწყობილი ქონდათ აქედან მიქონდათ მერე ხალხს ყველაფერი რაც კი საჭირო იყო ცოდნაც ხელობაც და სისტემაც რატო ჩამოასახლა რაჭიდან სტალინმა ხალხი? ამითი სრულიად ქაოსი შექმნა. შემოიტანა ყველანაირი ქაოსი. აწყობილი იყო, იქ კარგად ცხოვრობდა ხალხი. აქ ჩამოსვლით, იცი რამდენი დაიღუპა? ზოგის ფილტვებმა ვერ გაუძლო აქ. ძალიან ბევრი დაიღუპა. ფესვ მოჭრილი ხეებივით არიან, ვერც აქ გაიგეს, ვერაფერი და ვეღარც იქ იციან უკვე, აღარაფერი აღარ იციან, აურ-დაურია, აჯაფსანდალი გააკეთა. მაგ დედამიძმულმა ადამიანა, ფუ, მაგისი დედა მოვტყან მაგ სტალინის. როგორ შეიძლება? არ იცნობდე, რაც დავინახე, ბიჭო, უკვე ვიცი რაში მჭირდება მაგის ცხოვრების გაცნობა. მთელი სოფლები დაარბია, სვანეთიდან ხალხი გადმოასახლა და გააწიოკა ყველა. ზემოკრიხში ერთი ადამიანიღა ცხოვრობს, ერთი ოჯახი ცხოვრობს. რატო? ძალიან მაგარი სოფელი იყო, იქ ეკლესიაც მოქმედი იყო, მე-17 საუკუნის ჩანაწერები არსებობს. ისეთი სოფელი იყო, რომ იქ ყველაფერი მოქმედებდა. რატომ? ეხლა რატო აღარ მოქმედებს? რა გააკეთა სტალინმა ეგეთი? აქ ასურეთში კიდე ყველა განარკომანდა, იმიტომ რომ თავისი ფესვი არ აქვს ძლიერი. არ იციან ვინ არიან. რატო გააკეთა ეგ სტალინმა? კარგი უნდა და საქართველოსთვის. ვხედავთ რა კარგი შედეგიც მიიღო, ვხედავთ. და 48 წლიანმა მოჯუმულმა კაცმა კიდე ვერაფერი ვერ გაახერხა იმის გარდა რომ $75,000 ხე ჩამოიტანა საიდანღაც და ძვირფასი ქვები დაიდო საპატრიარქოში და მარტორქის
თავი დაკიდა საპატრიარქოში. და ის თურმე 2008 წელს მეომრები გადმოყავდა. ტირო და თურმე და ეგ იყო რაღაც აი უწმინდესი. რატომ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე რომ 2008 წელს საერთოდ ახალგაზრდები დაიღუპნენ? რატომ მიიყვანა მან დამდე საქმე? არ იცოდა რომ დაგეგმილი და გაყიდული ომი იყო? რატო გაუშვა ხალხი? გველის წიწილების ამოწყოვეტა იყოს სრულიად. ამინ. მაგას არ უქმნია მაგი. რას მეუბნები კი ვერ გავიგე ვინ მაგას რა. ესეთი პარკები არის სავსე ლონდონი. ესეთი პარკებით არის სავსე ლონდონი. ყოველ 500 მეტრში უფრო ახლოს პარკებია. აცი გავაკეთოთ. შედეგი იყო სანამ მამებმა არ დაანგრიეს 34 წლის უკან. ის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც რაჭაში იყო, დაანგრეულია. აი ეს მოიტანა სტალინის მაგსაქციელმა, რომ რაჭა გაანადგურა, რაჭის ეკლესიები განადგურდა, მაგრამ სამაგიეროდ აქ ბლოკების ეკლესიებით წაიღო მთელმა თბილისი ბლოკების ეკლესიებმა. გჭირდება, მრევლი ბევრია. დავრდომილი მრევლი ბევრია კი, იმიტომ რომ უფრო და უფრო ავადმყოფი ხდება ეს ხალხი და უფრო და უფრო ამოწყვეტისკენ მიდის. რატო ამოწყვეტისკენ? იმიტომ რომ ბუნებასთან კავშირი არ აქვს საერთოდ. თუ რა, შენ გონია თბილისში იმაზე მეტი მაცხოვრებელია ვიდრე მანამდე იყო? არა ბიჭო, არა. არ არის იმაზე მეტი მაცხოვრებელი. მაშინ როგორც იყო და როგორც რამდენი ეკლესიაც იყო, იმაზე მეტი მაცხოვრებელი იყო თბილისში ვიდრე დღეს. დღეს 2 მილიონი რომ უცხოელია, 1 მილიონი ქართველია თბილისში. შედარება რო გავაკეთოთ. არ არის იმაზე მეტი თბილისში დასახლებული ქართველი, რამდენიც მანამდე იყო, სანამ ეს ეკლესიები არსებობდნენ და რამდენიც იყო იმდენი ყოფნიდა. არა, ეხლა ყოველ ორნაბიჯში შესაწირები იმიტომ არის, რომ ვიღაცა უცხოელი მართლმადიდებელი, ესე რომ ვთქვათ, კათოლიკი ან ევანგელისტი ჩამოვიდეს და თავისი ნამუსის გამოსასყიდელად ფული ჩააგდოს ეკლესიაში. მაგიტომ შედება ეს ბლოკებით ეკლესიას. სულ არ კიდიათ ეხლა ეკლესიების აშენება მღვდლებს? მე ვისურვებ, რომ ყველა მეუფემ და ყველა მღვდელმა ჩემსავით დაიწყოს აზროვნება. ამინ, ამენით იესო ქრისტე. წავედი ხომ მე გემშვიდობებით ბედნიერ დღეს გისურვებთ.